ჩავწვეთ ჩაწერა, აქ რაიმე გავუშვათ. ოკეი. მოკლედ, ეს არის მოკლე ვიდეო რაინო და რაინო ქემის გამოყენებასთან დაკავშირებით. უფრო ძირითადად რაინო ქემი მილინგისთვის. ესე იგი, თუ გინდა რომ თქვა რაღაც დაადგარზე, ამოსაჭრელი გვაქვს მაგალითად კვადრატი, ხო? დავხაზოთ კვადრატი, ჩავართოთ კრიცნეფი, ვთქვათ 100 კვადრატი გვაქვს ამოსაჭრელი. ამისთვის გავუშვით რაინო ქემს, ეს ჩავხუროთ რაინო ქემი 1000. აქ ახლა მე დეფოლტად მაქვს რაღაც ფრეზები დამატებული, მაგრამ მოდი ახალი დავამატოთ. დავამატოთ აქ. დავარქვათ სახელი 6 მმ-იანი. ნუ აქ დამავიწყდა ჯერ მე თქვა რომ გვაქვს ორი ცალი ფანჯარა, ცალ-ცალკე. ერთი არის ფრეზების და მეორე არის სამუშაო ის კონფიგურაციის გენერაციის. აი მაგალითად დავაგენეროთ რაღაც პროფილური ამოჭრა, გრავირება, სამღერძიანი ოპერაციები, 4-ღერძიანი, 5-ღერძიანი და ნახრეტების დადება. ამ ფანჯარას ვიყენებ მხოლოდ ფრეზების და რეგიონების გასააქტიურებლად და მე ძირითადად ვიყენებ ფრეზების დასამატებლად და შემდგომ აქ რა ფრესას დავამატებთ, აი აქ მუშაობისას შეგვიძლია გამოვიყენოთ. აი მაგალითად ავიღოთ და რაღაც ფრეზი დავამატოთ. აქ ზემოთ ჩამონათვალში არის ბევრი სხვადასხვა ტიპის ფრეზი. არის მაგალითად მომრგვალებული ცხვირიანი, რომელიც გამოიყენება გრავირებისთვის, არის ბრტყელი, ჩვეულებრივი საჭრელი ფრეზი, ბრტყელი რადიუსით, ეს უფრო მყარი მასალების დასამუშავებლად არის ასეთი წვეტიანი, ხო ნახე გრავირება რო გავაკეთეთ ხეზე. აი ეს ამაში არ არის უფრო სწორად გაკეთებული იქით არის. და აი ეს ყველანაირი ვთქვათ ეს რეზმის მოსაჭრელი, ზედაპირის დასამუშავებელი კონუსით რო კუთხეც ამოიღოთ და ჩამონათვალი არის ბევრი სხვადასხვა კონფიგურაციის. ესენი არის უკვე ესეც საფრეზეროდ შეიძლება სლოტის გასაკეთებლად. და შესაბამისად ახლა ძირითადად ჩვენ გვექნება ასეთი ბრტყელ მძირიანი, ჩვეულებრივი საფრეზერო საჭრელი ფრეზი. მოდი ახლა დავარქვათ აქ 6 მმ-იანი, 6 მმ-იანი რუტერისთვის. აქ გვაქვს ახლა ყველა მონაცემი, თითოეული მონაცემი, აქ რა რიცხვები შეცვლად შეგვიძლია, მიწერილი არის აი აქვე. მაგალითად shoulder length, მოვნახოთ shoulder length არის ფრეზის საჭრელ პირს პლუს ზედა ნაწილი. ანუ ზედა ნაწილი რაც არ არის ასე ვთქვა საჭრელი, მაგის ჯამი რამდენი შეიძლება იყოს. შენკ დიამეტრი, ანუ ფრეზი შეიძლება ქვემოთ 6 მმ იყოს, მაგრამ ზემოთ შეიძლება იყოს უფრო სქელი. ეს პარამეტრები შეყვავს იმისთვის, რომ აპლიკაციამ სიმულაცია გააკეთოს და თუ სადმე ეს ნაწილი დაეჯახება, გაგიწითლებს იმ ადგილს, რომ აი ამ სიღრმეზე ნუ ჩადიხარ, იმიტომ რომ ვეღარ გაგიჭრის და დაეჯახება შენ დეტალს. ან რაღაც სამაგს, ან რაღაცა ეგეც და მაგიტო ეს ზომები სასურველია, რომ ზოგადად შევიყვანოთ. ამ შემთხვევაში 6 მმ-იანი ფრეზი რაც გვაქვს, ესეც და საჭრელი ნაწილის არის 6 მმ. Tool length, ჯამური სიგრძე, tool length. ეს იქნება დაახლოებით 35 მმ, shoulder length 30, საჭრელიც 20 მაქვს. ანუ ემთხვევა ეს ზომები ახლა რაც გვაქვს. ახლა აქ უნდა ავირჩიოთ მასალის ტიპი, რისგან არის დამზადებული. კარბიდი, HSS და კერამიკული. კერამიკული გამოიყენება მაღალ ტემპერატურული წყლის გარეშე ამუშავებ, მყარი მასალების დასამუშავებლად. HSS არის შედარებით ასე ვთქვათ, რბილი ფრეზი არის, ან რომლითაც შეიძლება დაამუშავო, მაგალითად, რკინად შეიძლება იდეაში დაამუშავო და რბილი მეტალები, მაგრამ დაბალ ბრუნზე. ჩვენ გვჭირდება ახლა კარბიდი, იმიტომ რომ ძირითადად კარბიდს ვიყენებ, მაღალბრუნიანი შპინდელი გვაქვს, 24000 ბრუნი აქვს ახლა რუტერზე, ბრუნთა რიცხვი, შესაბამისად ესეც უნდა შემოვიტანოთ და გუთხრათ. აი აქ არის უკვე feeds and speeds. სადაც შეგვიძლია მივთვითო, რომ გვინდა ხის დამუშავება, ფრეზი არის კარბიდის, ეს არის ზედაპირული სიჩქარე, ფრეზის დიამეტრი, ფრთების რაოდენობა გვაქვს 1, მაქსიმალური ბრუნთა რიცხვი აქვს 24000 ბრუნი და აქ არის მაქსიმალური ჭრის სიჩქარე. მოდი 8000 მივთითოთ. აი ეს შევინახოთ. ეს არის სტანდარტული პარამეტრები 6 მმ-იანი ფრეზისთვის, რომელიც ანუ ხე იქნება, MDF იქნება, რამის მსგავსი მასალები ყველაფერი გამოდგება. ეს save as new tool, რადგანაც ახალი ტული არის. აქ დაემატა უკვე ეს, X-იც მივცეთ და აგერ არის ჩვენი ფრეზი. იგივენაირად ნებისმიერ დროს შეგვიძლია მოვიდეთ, შევუცვალოთ რამე ვთქვათ ფრეზი თუ გაგვიტყდა და უფრო მოკლედ დავაყენეთ, შევუცვლით ამ პარამეტრებს და ეგ არის. ეს დავაბრუნოთ ახლა. აი აქეთ პანჯარაზე, ვაიმე ვეღარ ვაბრუნებ. აი აქ ასე. ეს ზედა მხარეს ჩავსვით. ოკეი. ახლა უნდა ავირჩიოთ დაანდგარი. ამას ერთხელ როდესაც გავაკეთებთ, ხო, იმის შემდგომ აღარ არის საჭირო რა ამის გაკეთება. კარგი. ესე იგი, აქ გვაქვს
ზოგადად დაანდგარი ზომები, ამას ძირითადად ახლა არ ვეხებით, იმიტომ რომ ახლა დაანდგარზე დიდ დეტალს ისედაც არ დავდებთ აქ, მაგით ეს დავტოვოთ დეფოლტად რაც არის. პოსტპროცესორს ჩვენი რუტერისთვის, ან ეს არის ჩიკოც, როდესაც დავაგენერირებ, თუ რა ნიუანსები გქონდეს თავში, ზედა დაბოლოება, ზედა ნაწილში და ქვედა ნაწილში, როგორი დასაწყისი და დაბოლოება ექნება. მაგისთვის არის ეს ძირითადად. და შემდგომ კოდი რა თანმიმდევრობით იქნება დაწერილი. აქ არის სხვადასხვა დაანდგარები. ჩვენი რუტერისთვის არის ეს ability systems-ი, ხოლო ჩარხისთვის არის საფრეზერო ჩარხი რა გვაქვს, მაგისთვის არის GSK-ს სად არის? 218M. მაგრამ ეს მე მაქვს დაედიტებული. ანუ აქ რაღაც ცვლილებები მაქვს შეტანილი, იმიტომ რომ დეფოლტად ეგ არ მიდიოდა. ანუ ეს ჯიკოდი როგორ დაგენერირდება, ამას შეგიძლია ჩვეულებრივ შეხვიდე და ხელი მოკიდო შეცვალო ეს პარამეტრები. Ability systems მოდი ავირჩიოთ, იყოს აქ OK. Setup-ზე აქ არაფერი არ გვჭირდება, სტოკი. აი აქ, როდესაც კონტროლ დამუშავებას ვაკეთებ, მაშინ მნიშვნელობა არ აქვს. სტოკი რამე გვექნება თუ არა. სტოკი არის თვითონ მასალა, რომელშიც მე უნდა ამოიჭრას. მაგალითად, იყოს ზედა ნაწილში, აიცა, არა უბრალოდ ასე გვაქვს ესა. მაგ 0 დაუწეროთ, ესე დავირჩიოთ. ისეთ OK. აქ ხე დავგვიდო რა იდეაში. შეგვიძლია სხვა მასალას მივთითოთ აქ. აი იქნება. არაფერი იგივე სურკინას დაგიდებს ან რაღაცა ეგეც. აქ დიდი მნიშვნელობა არ აქვს. უბრალოდ სიმულაციის დროს, როდესაც სიმულაციას გავაკეთებთ, აი ამ მასალაში ამოგვიჭრის. და ვიზუალურად დავინახავთ, კარგია, ცუდია როგორია, ასე შემდგომ. მოდი, ცოტა გავწიოთ აქ -10. აქ მივთითოთ 200. ცოტა დიდი მასალა იყოს, რომ აქ რო შემოგვიჭრის გარედან, რომ დავინახოთ როგორი არის. ეს არის საწყისი კოორდინატი. ანუ ჩვენს ფრეზი საჭრელი პირი, ხო, იქ დაანდგარზე, როდესაც მივალთ, უნდა გავასწოროთ აი ამ კონკრეტულ კოორდინატზე, ანუ მასალის ქვედა მარცხენა კუთხეში. და ამის შემდგომ ამის იქეთ დაიწყებს მუშაობას, ან ამის აქეთ დაიწყებს მუშაობას. ეს არის origin ეგრეთ წოდებული. აქ დანარჩენად ახლა უკვე work0 უკვე არჩეული არის, დეფოლტად აი ამ წერტილში დგება, ქვედა მარცხენა კუთხეში. შეგვიძლია ზედა მარცხენა კუთხეში ავირჩიოთ, ან აქეთ, ან ცენტრში. და ჩვენს ახლა ეგრე უნდა გავასწოროთ იქ დაანდგარს. ანუ აქ როგორც ვასწორებთ, ხო, ისე უნდა გავასწოროთ იქაც დაანდგარსიც. ეგა ამის თავარი მოყავი, ასე ვთქვით. ახლა თქვა გვინდა ამოჭრა. ამისთვის ვირჩევთ პროფილურ დამუშავებას და დავიწყოთ. პროფილურ დამუშავებაში გვეუბნება გამეაქტიურე რეგიონი, სამუშაო რეგიონი, სადაც უნდა გავაკეთოთ ამოჭრა. Select course and region. შეგვიძლია სიბრტყე ავირჩიოთ, შეგვიძლია რამე ბრტყელი არეა ავირჩიოთ ან რეგიონი, ან უკვე წინასწარ განსაზღვრული რეგიონები. აი აქ არის რეგიონები და რეგიონების წინასწარ განსაზღვრა შეიძლება. მაგრამ ეს ცოტა ისე კომპლექსურ დეტალებზე გვჭირდება, მარტივ ამოჭრებზე მე არ მადგება, მაგიტომ რეგიონებს თითქმის არც ვიყენებ. მოდი ავირჩიოთ ისე პროფაილინგი, გავაქტიურეთ ეს, დავაჭირეთ enter-ის ღილაკს. ავირჩიოთ ახლა თული 6 მმ-იანი, კონტროლ გეომეტრია უკვე გააქტიურებულია, feeds and speed სიჩქარეები. Load from tool. ანუ tool-ში რაც მივთითეთ იქ პარამეტრები, ამ პარამეტრებს აქ შემოიტანს. ანუ ესა ბრუნთა რიცხვი და გადაადგილების სიჩქარეები. გადაადგილების ჩასვლის ჭრის, აი აქ გვიჩვენებს, ანუ ჩასვლა, შემდგომ ჩასვლას რომ მორჩა და გავუსწორდა რაღაც სიმაღლეზე, მერე გადაადგილება, ეს არის უშუალოდ ჭრა, ჭრის დროს გადაადგილების სიჩქარე, ამოსვლის სიჩქარე და დასრულებიდან რო დაასრულა მაგის მერე ამოსვლის სიჩქარე. ეს პარამეტრები აქ საერთოდ შეგვიძლია მივთითოთ და აგერ შემოკლებული სახელით არის დაწერილი RF-ი, TF-ი, რომელი არის. Okay, ამის შემდგომ clearance ეს არის, თქვა და ეს გვაქვს დამაგრებული, ხო, აქ რაღაც bold გაიკით ან რაღაცით გვაქვს დამაგრებული და არ გვინდა რომ ამას დაეჯახოს. შეგვიძლია, ეს არის უსაფრთხოების სიმაღლე. და ამას მივთითებთ აქ რომ ამაზე მაღლა იყავი, მაგალითად აბსოლუტური Z value, ანუ ეს Z00 რაც გვაქვს, მაგაზე ადი 50 მმ-ის მაღლა. ანუ როდესაც გადასვლა მოგიწევს რაღაც წერტილიდან რაღაც წერტილზე, ადი ამ სიბრტყეზე, სიბრტყის სიმაღლეზე და ისე გადაადგილდი. რომ რამეს არ დაეჯახოს. რადგანაც ახლა ჩვენი არაფერი არ გვაქვს დააჭერილი გარდა შრუპებისა, ანუ აი 4 წერტილში გვექნება შრუპით დამაგრებული, სიმაღლეზე გადასვლა არ მოუწევს. რაც მეტ სიმაღლეს მივთითებ, ანუ ეგეც არ შეიძლება, იმიტომ რომ დრო გეკარგება. თუ ბევრი გადასვლა მოგიწევს, რამდენი იმ სიმაღლეზე ავა, გადავა ნელა, დრო დაგეკარგება. ახლა ჭრის პარამეტრები. Cut parameters. აქ გვაქვს სტოკი. ანუ შეგვიძლია ჩვენ რამოდენიმეჯერ მივიდეთ მასალაზე რა, მაგალითად აი ჯერ გვინდა უხეშად დამუშავება და მე ზუსტად დამუშავება. შეგვიძლია აქ უთხრათ რომ
აი ეს რაც აგვაქვს სტოკი, ეს რაც არის, ხო, ამის გარედან შემოუარე და ეს გარედან შეგვიძლია მივთვით მაგალითად 2 მმ, 1 მმ დამიტოვე. მასალის გარედან. რა შემთხვევაში ზუსტად მინდა დედალი სამოჭრა, მაგიტომ 0-ს ჩავუწე. და tolerance არის, როდესაც კუთხეზე შევა, ანუ ეს კოორდინატებზე ხომ უნდა გადაადგილდეს, ახლა იდეალურად წრეზე ვერ შევა დანადგარი, იმიტომ რომ დანადგარსაც თავისი დანაყოფები აქვს და რაღაც წერტილებით, ანუ x-ზე გადაადგილდა, y-ზე გადაადგილდა, x-ზე გადაადგილდა, y-ზე გადაადგილდა და ეს რეზოლუცია რამდენი იყოს, მაგას აკუთით. ახლა 0.01 საკმაოდ სუფთა არის, საკმაოდ ზუსტი არის და ამაზე ზუსტის მითითება თითქმის არც არის საჭირო ხშირ შემთხვევაში. თუ მაღალი სიზუსტის ჩარხზე არ მუშაობთ. ან რაღაც ისეთ დეტალზე, სადაც მნიშვნელოვანია თქვა მეტალზე. შეიძლება კიდე უფრო დამატებით 0.1 მივთითო კიდე, მაგრამ ჩვენ ჩარხს ახლა რუტერს ამაზე მეტი მაღალი რეზოლუცია, 0.02-ზე მეტი რეზოლუცია არც გააჩნია. კომპენსაცია აქ არაფერი არ გვინდა, climb-ი. ანუ ეს არის კიდევ ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პარამეტრი ჭრისას. ანუ როდესაც ეს საჭრელი პირი აი თის კი არა, მაუს თუ მიიტანთ, გააჩერებთ ცოტა ხანი, გამოიტანს ფანჯარას, სადაც გიჩვენებს, ანუ რა მიმართულებით მიდის ჩვენი ასე ვთქვათ ფრეზი და რა მიმართულებით იყრება მასალა. თუ დავკვირდებით ვიზუალს, ანუ ფრეზი გადაადგილდება მარჯვნივ და მასალა იყრება მარცხნივ. ეს ან არის მეორე ვარიანტი, რა მიმართულებითაც მიდის, იმ მიმართულებით მიყაროს მასალა. და რა სხვაობა არის? თუ არის მაგალითად ხე ბოჭკოვანი, შეიძლება ამოიბუწოს რა. თუ შენ წახვალ აი ამ მიმართულებით შეიძლება ამოიბუწოს, შეიძლება ამ მიმართულებით ამოიბუწოს. გააჩნია ბოჭკოს მიმართულებას ნაადგარზე. ასევე, როდესაც ამ მიმართულებით მიდის და უკან ყრის მასალას, ხო, მის წინ მასალა აღარ გროვდება და ფრეს აღარ ეჯახება, ასე ვთქვათ, მასალა. და ასე რომ მიდის, ასე რომ მოგეჯახება მასალა და შეიძლება მიაგლისოს რა, თქვა ალუმინის როცა ფრეზავ. ხო, საითაც მიდის მიმართულებით მასალას რო გაყრის, მიეგლისება. და ეგა ამის უარყოფითი მხარე. მაგრამ გარკვეულ მასალებზე შეიძლება კარგი ზედაპირი მოგცეს პირიქით. მაგიტომ ეს ოპშენიც აქ არის. მოდი ეს გადავიყვანოთ. Climb down-ზე, ანუ ძირითად ჭრაზე ამის მითითება მოგვიწევს. Cut start point for closed curve, use midpoint for longest side. ხო, ანუ ზოგადად აი ეს ახლა ჭრა რო გაქვს, ყველაზე გრძელი ადგილი სადაც გაქვს, იმის შუა ადგილიდან დაიწყებს ჭრას. იყოს ეს, ჩართული არაფერს არ მიშლის. Cutting side specified determine uses 3D models. ანუ რა მიმართულებიდან დაიწყოს მხარე. ეს ხაზი ხო გვაქვს. ამ ხაზს ახლა ფრეზი შეგვიძლია ვატაროთ მარჯვნიდან, ანუ შიგან ნაწილიდან, ეს ხო კვადრატი არის, კვადრატის შიგნიდან, კვადრატის გარედან, ან კვადრატის გასწვრივ, ანუ ფრეზი დადგება შუაში და შუა ნაწილით გაივის. მაგრამ როცა შიგნიდან ამოვჭრით, ხო, შიგნიდან რო შემოვატარო, მაგ შემთხვევაში რაც დამრჩება დეტალი, ანუ გარე დეტალი, ეგ იქნება 10-10 ამოჭრილი, თუ გარედან შემოვატარებ, მაგ შემთხვევაში შიგა დეტალი მექნება 10-10. ხო მეგობრებო. ახლა რადგანაც გვინდა მე 10-10 კვადრატი, მაგ შემთხვევაში აქ მოვნიშნავ და ვეთქვი outside და გარედან შემომიტარე ფრეზი. მოდი დავაგენერიროთ და შევხედოთ. ნახე? ჯიკოდი დამიგენერირა ამის გარედან. ახლა დავხედოთ ზემოდან და გავზომოთ რაღაც. განზომები ავიღოთ. ჩვენ ფრეზი გვქონდა, ესე იგი 6 მმ-ია. ეს არის 6 მმ. და ნახე რა ხდება? ჯიკოდი ეს ლურჯი ფერისაც დააგენერირა, ეს არის კოორდინატები. და კოორდინატები რატომ მოხდა ისე, რომ ამის ნახევარზე ემთხვევა, იმიტომ რომ სხვანაირად ეს რო ასე ყოფილიყო, მაშინ შიგნით მომიჭრიდა. მე ვუთხარ რომ გარედან შემომიტარე 6 მმ-იანი ფრეზი, ანუ მე რო ახლა 6 მმ-ზე მეტი მივთითო აქ დიამეტრზე, მაგალითად მივთით 10-იანი, ხო? სევედიც თუ ნახე აქ რა მოხდა? გამიყვითლა, ყვავილი დამეხედა, ხელახლა ალარმი არის, ხელახლა დააგენერირო. დააგვირდეთ ახლა ამ ლურჯი ხაზი გადმოვიტანა გარეთ. გადმოვიტანა გარეთ, იმიტომ რომ 10 მმ-იანი ფრეზისთვის უნდა იყოს აი აქ. ცენტრი. მეგობრებო, ანუ ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ფრეზის დიამეტრს, ანუ აქ რასაც მივთითებ, ეს სწორად უნდა მივთითო. იქ რასაც დააყენებ დანადგარზე, ისიც ნახდად უნდა იცოდე, რომ 10 მმ-იანია, თორე დეტალს რომ ამოგიჭრის, სხვა ზომის იქნება დეტალი მე. მოდი ისე, ან და იყოს მოდი 10 მმ-იანი ფრეზი. ანუ საბოლოოდ პრინციპში ფაილი რაც უნდა გავუშვათ 10 მმ-იანი ფრეზი არ მაქვს. მოდი ისე 6-იანზე დავაბრუნოთ. იგივენაირად აქ მეტყვის რომ ხელახლა დააგენერე, ნიკა რაღაც შეცდომა გაქვს. ეს წავშალოთ. აქ მოდი 6 მმ-იანი დავსვათ. კარგი. და იწყებს აქედან. აქედან შევა, შემოივლის და მე ისევ გამოვა. მაგრამ ეს შესვლა გამოსვლა მედიდად არ მომწონს და არც მჭირდება ასე. ახლა შევიდეთ და ეს შესვლა გამოსვლის პარამეტრი შევუცვალოთ. შესვლა გამოსვლა შესამჩნევი entry and exit.
ახლა აქ მეუბნება ეს არის entry motion, exit motion, შესვლა და გამოსვლა. შემიძლია აქ none მივთითო, მივცეხილ ახლა გენერაციას და მარტო შესვლა იყოს. შესვლას მოდი გამოვურთოთ. რავი, დიდად აქ მე არაფერს არ მიშვება, არც ვიზუალურ მხარეს არ შემიცვლის. არც არაფერს ის. ან შემიძლია ვთქვა რომ along the path, ანუ ნელ-ნელა ჩადი, ნელ-ნელა ჩაეშვი მასალაში. და დავაკვირდეთ ახლა ეგ რას ნიშნავს? აი ასე, ნელ-ნელა ჩაეშვება. მასალაში რომ ეს ფრეზე არ გამიტეხოს. მოდი ახლა entry and exit-ში along the path ხომ აქვს და გრადუსი. მოდი დავაყენოთ 2 გრადუსი. და უფრო შორიდან წამოვა და ნელ-ნელა ჩაეშვება. ანუ შეიძლება მასალა ისეთი მყარი მქონდეს, რომ ერთიანად ასე რომ ჩავიდეს ვერტიკალურად, ხო? და ეს ეგრევე გამიტეხოს. არგი. ახლა შევიდეთ აქ პარამეტრებში და ეს ახლა ხო გენერაცია რომ მივეცი, ნახე დავაკვირდით, არაფერი ჩავიდა და სიბრტყეს შემოუვარო. ეს ხო ვერ ამომიჭრის დეტალს. თუ დეტალი ახლა ამ კოორდინატის მაღლა თუ მიდევს, ხო, მაშინ კი ბატონო, ჩავა, მაგრამ გამიტეხავს, იმიტომ რომ ჩავა და აქედან დაიწყებს. ანუ ჩვენ გვაქვს რეალურად მასალა ამის ქვემოთ. ახლა, ამ უნდა ჩავიდეთ სიღრმეში. Cut levels, ამისთვის გვაქვს cut levels. უთხრათ, რომ მასალა გვაქვს 5 მმ-იანი და აგრეთვე უნებით, რომ ერთიან ჩასვლით გამიჭერი რა. აქაც იგივე ყველაფერზე ყველა პარამეტრი მითითებულია, როგორ უნდა ქნას, რანაირად უნდა ქნას. მივცეთ გენერაციად, ნახე რა ქნა. ასე, ჩავიდა და გაჭრა. მაგრამ მოდი cut parameters სად არის? Control G, cut levels. Cut levels. მოდი თითო მილიმეტრით რო ჩავიდეს, აბა. დაიწყებს ასე სიმაღლიდან. მივცეთ ახლა სიმულაცია, მარჯვენა რელაქს დავაკლიკოთ სიმულაცია. და ასე ნელ-ნელა ამოჭრის. ბოლოს ამოაზრებოთ. ახლა შემეძლო მეთქვა, რომ ჭრისას სად არის ჩვენი აქ entry and exit-ი? Apply entry and exit on each level. ანუ ყველა ჯერზე რამდენ შრეზე ჩახვალ, ნელ-ნელა ჩაიყვანე, ანუ ჩქარა არ ჩამიყვანო. ანუ წავა უკან, ნელა გააკეთე, წავა უკან, ნელა გააკეთე. ანუ ავა იქ უსაფრთხო სიმაღლეზე და ნელ-ნელა ჩაიყვანს მასალაში. ეგ არის. კარგი, ახლა მოდი მასალას ჩავურთოთ და მასალაში გავაკეთოთ სიმულაცია. როცა ეს ჯერ დავასრულოთ და ხელახლა გავუშვით სიმულაცია. ნახე? ამოჭრასაც ვიკეთებს. ამოგვიჭრა 10-10-ზე დეტალი. მოდი ამას დავარქვათ profiling inside, outside უბრალოდ, outside. ამას სახელების შესვლაც შეგვიძლია და ამას შეგვიძლია Ctrl-C, Ctrl-V. და მოდი ამას ერქვას inside. აქ ახლა რა უნდა შევცვალოთ, იცი? სად იყვება? კომპენსაცია. სად რომელ იმას შევიდე? Cut parameters inside გენერაცია. ეს უკვე ახლა შემოჭრის, აი აგერ არის. სიმულაცია შემოჭრის შიგნით. აი ეს. რადგან ფრეზი მრგვალი არის, ხო ხტებით ახლა რომ ეს ნაწილი დაგვრჩება. ანუ ჩვენ რომ მოგვინდეს კვადრატის ამოჭრა, კვადრატს ასე კი გამოჭრი, მაგრამ დეტალში რომ მოგიდეს ამოჭრა, ვერ ამოჭრი. იმიტომ რომ ფრეზს აქვს თავისი რადიუსი, თავის დიამეტრი უბრალოდ მრგვალი არის და იმას ვერ გააკეთებს. ანუ თუ ძალიან მახვილი კუთხე გჭირდება რაღაც დეტალში, ხო? შეიძლება ხეში თუ არის, მაგალითად შკურკით შეგიძლია გაშკურკო, რკინაში თუ აქვს კლიბით შეგიძლია კუთხე გავუკეთო. მაგრამ ძალიან მყარ მასალებში მაგის გამოიყენა მე სხვა ტიპის ელექტროეროზიული დანადგარი და იმით შეიძლება მაგის გაკეთება. კარგი. ეს inside და outside დამუშავება, ეს ვისწავლით. პროფაილინგი უпроსტად. ახლა ეს გვინდა რომ დავპოსტოთ G-კოდი. დანადგარზე გავუშვათ ფაილი. ამისთვის ვაჭერთ მარჯვენა რელაქს. აძლევთ posts, desktop-ი ავირჩიოთ. აქ ability systems აქვს არჩეული ჩვენი რუტერისთვის და first დავარქვათ. First, post. Ვიცით და აგერ notepad-ის ფაილს გამოიტანს. სად არის ჩვენ notepad-ის ფაილი? ორი რაიმე რატომ გახსნილი? desktop-ის ის ჩვენ შეცვლილი გვაქვს, ბოდიშით. სად არის desktop-ი? Desktop-ი. First. ფაილს რატო არ მოხსნის? არც მიხურავს, ერთ წამს დავაპაუზოთ. რადგანაც notepad-ის ფაილს არ ხსნის, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ G-კოდი დააგენერირა. მოდი, აქ წადოთ კიდე ხელახლა.
დღეს აქ notepad-ის ფაილს ახსნის, მაგრამ აი აქ უკვე G-კოდი დაგენერირებული არის. ოკეი. ახლა სხვა ტიპის დამუშავებები. ანუ დარჩენთ აქ პროგრამებში, გვაქვს უკვე, თქვათ, pocketing-ი, გრავირება და სხვა ტიპის სპირალური დამუშავებები, chamfering-ი, slotting-ი, დანიჭრა და ასე შემდგომ, ხერხის ჭრა. და აქ არის კიდევ 3D დამუშავებები, როდესაც უკვე მოცულობითი ობიექტები გვაქვს გასაკეთებელი. ამაზე შემდგომ ვისაუბრებ ცოტა უფრო დეტალურად.